რობინ დანიგანმა ამერიკის ელჩის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დანიგანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამერიკის მთავრობას ის არ გაუთავისუფლებია ამ თანამდებობიდან. მას შემდეგ, რაც როგორც დიპლომატი შეერთებულ შტატებს 33 წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში ამერიკის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგია. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, ამერიკის საელჩოში, ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწევა ჩემ მთავრობას არ მოუთხოვია. მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში მოგზაურობდით. ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას. მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ. წერს რობინ დანიგანი.